ყაზბეგის ამრჩევლს დღეს ევროპაში ჯეჯელი ახალგაზრდები იკოლობენ დიდი სიყვარულით, დიდი მოწიწებით. მინდა მადლობა უთხრა გაბატონმა ერაგერაშვილს და კავკასიურ სახლს მისი თვალსაზრისით და დიდი ძალისხმევით მოხდა ამ წიგნის ხელმეორე გამოცემა. და სწორედ ამ წიგნის გავლენით ერთ-ერთმა ჯეჯელმა ახალგაზრდამ არა პოეტმა, როდესაც მისი ეს რჩეული წაიკითხა ჯეჯბრად დაწერა ლექსი და როდესაც მე ერთ-ერთ ჯეჯელს რომელიც ევროპაში ცხოვრობს რამდენიმე დღის წინ ვუთხარი რომ ჩვენ ვაპირებდით ყაზბეგის სხეულის საღამოს ჩატარებას გამომიგზავნეს ცუხა გამომიგზავნეს ეს ლექსი რომელიც ერთ-ერთმა გისმა თარგმნა ქართულ ენაზე და მისთვის წაიკითხა ამ ლექსი. შემოუქმეთ წყემს თუ ხელისთავად დღეს მოგმართავ ერთობის მგოსანს კავკასიის ამერიმერის იმ გმირობის და ძმობის ბალადებს გულში ვინახავთ დღეს გზას ვიყვალავთ რომ ავასრულოთ შენი იმედი შენს ელბერტს მწარე გამძიმე ხვედრი თუმცა შესწვია მშიერ მწყურვალი ზამთარ ზაფხულ აბრამოვს მთებში გიაუქთ ერთის პლავი ჭირება იმავ გოლიათს არ დაჯოქილად თუნც ვირგოლებს და სყალობთ ბედი ელისოს წირვეც ბევრი ქისტის ქალი შეგნატრეს სინდის დაცილი ერთა ციხეში გამომწყდეული აზერ ჩერბიჟის გზას დღეს რამდენი ჯეჯენი ადგას სამშობლოს მომწყდად ունი უკნესი ფიქრით ძნეული კოდორის სავში დღეს სვალებს ეწყოს სრუტი ჯახოტი ბეჟანის კვლელებს როცა ეძებდა მთებში გაჭრილი იავო ყოფა იდუმალ გზებით ფარჩოსთან ჭობენ ერთი გზა უჩავთ ერთობისკენ ფართოდ გახსნილი ყოლით და დაჭრით დღესაც მხოლოდ ერთი გზა მორჩათ სამხრეთით გურჯეთს ისევ უნთებთ შუქი იმედის ვაჟკაცობა თუ სტუმრის გატანა მთახეთს შემორჩა დიდება აღარს არგილებს იმედს ერთადერთი გზის არ დავეცემით მტრების სნაში არ დავიჩოქებთ სისხლი კვლავ გვიჩქებს მამაც მტრების მამა პაპური და თუ ოდესმე ჩვენ გულში შემოაბოდებს შენს გმირებს შევთხოვთ რომ აღვიდგინოს გრძნობა დაწმული შემოუქმეთ წყემს თუ ხელისთავად მე დღეს მოგმართავ ერთობის მგოსანს კავკასიის ამერიმერის იმ გმირობის და ძმობის ბალადებს გულში ვინახავთ და გზას ვიყვალავთ რომ ავასრულოთ შენი იმედი ერთ-ერთი ჯეჯელი მწერალი რომელიც ძალიან ნედნიერი იყო იმით რომ მან ყაზბეგი გაიცნო 1974 წელს საქართველოში აღინიშნა ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 125 წელი ჟურნალ ლიტერატურა საქართველოში ბეჭდდება დიდი ჯეჯელი მწერლის აღზარა და მიღების მოგონებები იმის შესახებ თუ რა უზარმაზარი როლი ითამაშა ყაზბეგმა მის ცხოვრებაში ცნობილი ჯეჯელი მწერალი აღზარა და მიღები იყო ჩეჩნეთის ეროვნული დამარცხებულების მოძრაობის გამომცემელი მისი ისტორიული რომანები თავისუფლების სახელით გმირი საუკუნეებიდან გრძელი ღამეები ელვაფებში და სხვა ყაზბეგის საწარმოებების გარდა გაშენებულია სამშობლოს სიყვარულითა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ჟირი. აღუზარა აიდანოვი წერს, რომ ერთხელ შემთხვევით ჩავარდა ხელში ალექსანდრე ყაზბეგის 100 წლისავე სიკვდილესთან დაკავშირებით გამოცემული რჩეული ნაწარმოებების პირველი ტომი, რომლის საკითხმაც მასზე უზარმაზარი შთაბეჭდება დატოვა. ომის შემდგომ წლებში ჯეჯენი და ინგლისში ბავშვები გაძღება მისე გამოაწყვეტა, რომ ცხენები არ იცოდნენ. მაგრამ ყოველთვის როცა მივკითხულობდი მამის მკვლელს, ელისოს, ციციას, ელბერტს, ჩემი თვალებიდან შეუწყობილი მიხვდებოდა სიმწვრისა და სიხარულის ცხენები. მე ხომ ელისოში აღწერილი სიმწვრის ფიალა თავად შევსრულობდი. მიმიხაროდა, რომ დიადი ყაზბეგი ჩემთან გამოცხადა, როგორც მოწმენი სიმართლისა, რომლის შესახებაც მიხვდებოდა მამაჩემი და მე არ შემეძლო არ დამეჯერებინა მისთვის. ჩეჩენ წერას შეუფასებლად მიაჩნია ყაზბეგის მხარდაჭერა ჩეჩენი ხალხისთან თავისუფლებისას ბრძოლაში. იგი დარწმუნებული იყო, რომ მწერალი, როგორც მისი ნაწარმოებების გმირები, თავადაც მიიღებდა მონაწილეობას ჩეჩენის მხარეზე საზღვრებით ერთად ბრძოლაში ამის საძებობა რომ ჰქონოდა. აი რას წერს აიდანოვი. დიადი მთიელის სახელი მსოფლიოსთვის არაა ცნობილი, როგორც სახელი გაიონისა. ყაზბეგს არ შეეძლო ჩეჩენში წასვლა, რომელიც საკუთარ სისხლში იხჩებოდა. დამდგარიყო მებრძოლი ხალხის რიგებში, რადგან ის დაიბადა ჩეჩენის დამორჩილის ოფიციალურ გამოცხადებამდე 12 წლით ადრე. სამაგიეროდ თავის სიცოცხლის წლებში, როცა უმაღლეს სფეროში სხვა ჩეჩენს წარმოთქვამდნენ არასხავარად მდიდრ კავშირში სიტყვებთან, აწეველი, ქურთი, ბერბერი, ბარბაროსი, როტმოტბერი და სხვა ალერსიანი ეთნიკებისგან შორს მქონე სიტყვებთან ის დადგა დამცველად ამობედური ხალხისთან. აღუზარა აიდანოვი როგორც უერთდება მთელი ვაინახი ერი და თითოეული მათგანის შეგნებაში, უკიდურების ჩარევანდით არის შემოსილი დიდი
ყაზდები, ღირსეული შვილი მრავალკანჯული კავკასიისა, რომელიც ისტორიაში ერთიანი და თავისუფალი კავკასიის, ვაინახებისა და ქართველების ძმობისა და მეგობრობის მომხერლად დარჩება სამარადშა. დიდი მადლობა. პანკისიდან ერთ მომღერალს ასპარეზი სულთან გორჩაშვილს. სულთან